ερμიდე რა მინდა იცი, აი იგივე საქართველოსთან მიმართებაში რო კითხო. აი ისრაელის მოდელს რო ვიძახით ხოლმე ჩვენ ყოველთვის გონია რომ მარტო აი სამხედრო ხრივ გულისხმობს ყველა რომ აი დედაბუდიანად ჯარი ყავდეს, მაგრამ ისრაელს ძალიან მაგარი დაზვერვა აქვს. ძალიან მაგარი სპეცსამსახურები ყავს, რომელიც თავიდანვე აგვარებს სულ ყველაფერს და არ მიყავს ომამდე და პლუს მაგას მათი ლობი მუშაობს ისე მაგრად, რომ ეხლა თუნდაც აი ეს ბოლო ღაზას სექტორის ამბავი რო ავიღოთ, ირან ამერიკის ამბავი რო ავიღოთ, ეხლა სიმართლეს თვალებში შევხედოთ, ხო ვიცით რომ ეს ყველაფერი ისრაელის დამსახურება არის, ხო? მე პირადად აი ისრაელის მოდელს საქართველოს მოვარგებდი აი ამ სპეცსამსახურების და ლობის ხრივ. შენ რას ფიქრობ, აი ისრაელი რა არის, ჩვენი კახეთის ხელა არის, ხო? უბრალოდ ძალიან მაგრა მუშაობენ იარაღის გარეშე. მოკლედ თავდაცვის მოდელი ცალკე მე ვფიქრობ რომ ცალკე პოდკასტი ჭირდება და ცალკე გავაკეთებ. აი ხო აი ბირძანაში მინდა არა მე მესმის ახლა ისრაელზე რადგან დამისვი კითხვა აი ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი თემა არის ეს და მე შევეცდები ახსნა ეგ ყველაფერი რაში არის საქმე ძალიან კარგი კითხვაა მადლობა ამ კითხვისთვის და როდესაც ისრაელს ახსენებენ ყველას ახსენდება ქალებიც რო ჯარში მიდიან ეს მოდელი მოკლედ საერთოდ აი ჩვენ შეიძლება რაღაც თავშევე მინდა ვთქვა რა გავეჯიბროთ რაღაცა ეთნოსახელმწიფოს, მაგრამ არანაირად არ შეიძლება რომელიმე მსოფლიოში სახელმწიფო შეეჯიბროს ისრაელს თავის მსოფლიო გავლენებში, მსოფლიო სპეცსამსახურების ქსელში და თავიანთი იდეოლოგიის ისე წარმართვაში, როგორც წარმართავენ, იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე ეს ებრაული 12 ტომი, რომელიც იქნა კაფანტული მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამას დაერქვა შემდეგ დიდი სავაჭრო გზები და ესე შემდეგ ისტორიულად ებრაელი ხალხი ადაპტირდა სხვა სოციუმში და ისტორიულად შეიქმნა ის რომ მათ სხვა ქვეყნებში ქონოდათ დიასპორები, ქონოდათ გავლენები და მათი იდეა ყოფილიყო საუკუნეების მანძილზე რომ თავიანთი სახელმწიფო ქონოდათ და ერთმანეთს როდესაც ხვდებოდნენ, ეუბნებოდნენ შემდეგ შეხვედრაზე იერუსალიმშიო. და ეს მოხდა, სხვათა შორის ქართველის ხელშეწყობით მოხდა იოსებ სტალინის ლომის წვლილი არის ამ ყველაფერში და კიდე ერთი ქართველის წვლილი არის ისრაელის სახელმწიფოებრიობაში და აი მაგის თქმა მინდა, სხვათა შორის მადლობა ამ კითხვისთვის. და ასე რომ ვთქვათ, შეეჯიბროს ვინმე ებრაელებს მსოფლიო მასშტაბით ამხელა გავლენების ეს არარეალური არის, ამას ბრიტანული მიექვსი ვერ შეძლებს ალბათ, მაგრამ ის რომ ისრაელის სახელმწიფო მოდელი, რომელიც ჩამოყალიბებული არის როგორც მტრულ საზოგადოებაში მცხოვრები პატარა ერი და პატარა ქვეყანა როგორ უნდა გადაერჩოს ბევრ რაღაცაში მისაბაძი და გადმოსაღებია მათ შორის სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოსთვის მსახურება ქალისთვის კაცისთვის ეს დიდი პატივი არის ვალდებულება არის და იქ ადამიანი ჩინოვნიკი ვერ გახდება თუ მას სამხედრო სამსახური არ აქვს მოვლილი მიუხედავად იმისა რომ პირდაპირ ვამბობ რომ ისრაელის სახელმწიფო ეს არის დანაშაულებრივი სახელმწიფო რომელიც დღესდღეობით ჩადის სამხედრო დანაშაულს რომელსაც აქვს უამრავი 10,000-ობით ადამიანის ცოდვა ეს არის სულთა სიონისტური წარმონაქმნი რომელიც ბევრი უბედურების თავი და თავი არის სათავე მაგრამ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი აი შენ ახსენე ისრაელის მოდელის შექმნა ნაკლებად ცნობილი არის ალბათ ქართული საზოგადოებისთვის და ძალიან ბევრისთვის, მათ შორის ებრაელებისთვისაც შეიძლება ცნობილი არ არის და მათ შორის ევროპელებისთვის ცნობილი არ არის. როდესაც მოხდა ისრაელის სახელმწიფოს სწრაფი და ხელოვნური შექმნა, და ის თავიდან ბოლომდე იყო შეერთებული შტატების ბრიტანეთის საფრანგეთის დახმარებაზე, იგივე სუეცის კრიზისი და განკითხვის დღე და ესენი რომ ავიღოთ მაშინ აღმოჩნდა ის რომ ისრაელს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ძლიერი თავდაცვის უნარიანობა რომ ქონოდა რა იყო ამისთვის საჭირო. იმიტომ ძნელი იყო უცებ პატრიოტიზმი გაგეღვიძებია შენ ისრაელის
სიტყვაზე ნოვოსიბირსკიდან, ლონდონიდან, ბერლინიდან, მადრიდიდან, ნიუ-იორკიდან ჩამოსული ებრაელებისთვის რაღაც ტერიტორიაზე, სადაც უდაბნო და მხოლოდ ერთი მდინარე იყო და ესე შემდეგ. ამიტომ იმ თავდაცვის მოდელის და პატრიოტული მოდელის შექმნისთვის ისრაელმა მიმართა სხვა ხერხებს. შეესწავლათ მაქსიმალურად რა მოდელის ქვეყანას და როგორი მოწყობის ქვეყანა უნდა ქონოდათ, რომ მის მოსახლეობას ქონოდა სურვილი ამ ტერიტორიის დაცვა, მომავალი თაობების და ეს მიწა შეყვარებოდათ მათ და შეხედეთ. ესე იგი, გეცოდინება შენს რა თქმა უნდა შეიძლება წაკითხულიც აქვს ცნობილი ქართველი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია. კი. საიდან სად გადმოვედით, გაიგე? ძალიან საინტერესო არის და მათ შორის ძალიან საინტერესო ნაშრომი აქვს სიკვდილი როგორც ბოროტება და ომის ფილოსოფია რა. ძალიან ძლიერი ნამუშევარია რა. და ახლა რატო შევეხე განწყობის თეორიას? განწყობის თეორიაში დიმიტრი როგორ მომართავ ეს თავარი ეგა? ხო, განწყობის თეორიაში დიმიტრი უზნაძე განმარტავს თუ როგორ ხდება ადამიანი განწყობაზე დაფუძნებით, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიული მიმართულება. ეს თავის დროზე კომფუცია აქვს ნათქვამი, რომ გაიხადა შენი საყვარელი საქმე შენს პროფესიად და ერთი დღე არ იმუშავებ ცხოვრებაში. ანუ ყველაფერზე, რაზეც კარგი განწყობა გააჩნია ადამიანს, იმ საქმეს აკეთებს 10-ჯერ, 100-ჯერ და 200-ჯერ უკეთესად, რა. და დიმიტრი უზნაძე ხსნის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით განწყობას რამხელა დიდი როლი აკისრია, იმიტომ ძალდატანებით ადამიანი იძულებით აკეთებს საქმეს და იქ არის განმარტებული ძალიან კარგად თუ როგორ შეიძლება განწყობისგან გამომდინარე გაზარდო პატრიოტიზმი ერში. და ამას ხსნის ძალიან დეტალური მონაცემებით, რომ ძირითადად პატრიოტები იზრდებიან სოფელში. და რატო აქვს ამას თავისი ფუნდამენტი? პირველი ის, რომ სოფელში დაბადებულმა ადამიანმა იცის გარემოს ფასი, ბუნების ფასი იცის თავისი ეკონომიკური მიწასთან აქვს შეხება. მიწასთან აქვს შეხება. ტყესთან აქვს შეხება, წყალთან აქვს შეხება. საძოვარი იმისთვის, რომ თავი გადაერჩინოს, ჭირდება საქონელი რო გადენოს და მისცეს იმად, რაც უნდა მისცეს რძედაყველი და ესე შემდეგ. ამისთვის არის საჭირო საარსებო გარემო, რომელიც საარსებო გარემოსაც შიც ადაპტირდება, მისთვის ბუნებრივად არის ძვირფასი ის მიწა, ის წყალი, ის ხე, ის ტყე, ის ჰაერი, ის მთა და ბუნებრივი არის, რომ გარემო, რომელიც აძლევს ადამიანს არსებობის საშუალებას, ადამიანს ის გარემო უყვარს, იმიტომ რომ თავისი საარსებო საშუალებას იხედავს და ადაპტირდება ბუნებასთან. იმისთვის რომ გაზარდო პატრიოტები, საჭირო არის სოფელი. სოფლის მეურნეობაში, მიწასთან ურთიერთობაში ადამიანმა იცის მიწის ფასი. და ის ბუნებრივად ხდება მისი მცველი, მისი ბედნიერების მცველი. ებრაელებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად შეისწავლეს და შექმნეს ესეთი ებრაული სოციალიზმის ანალოგია კიბუცები. ებრაული დასახლებები, რომელ ებრაულ დასახლებებშიც თავისი პრინციპი სოციალიზმის განაწილება ხდება და მიწები, რომლების ათვისებაც დაიწყეს, მათ არაბების მიწების ათვისება, თაობათა შორის უკვე მე აქ დავიბადე, გავიზარდე, მამაჩემი აქ დაიბადა, გაიზარდა, ბაბუაჩემი აქ დაიბადა, გაიზარდა და ამას აკეთებდა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ბუნებრივად ხდის ამ მიწის პატრიოტს. ათვისება ბუნების გარემოს. ამას დაეფუძნა ისრაელის როგორც სახელმწიფოს პატრიოტული განცდა. ის გარედან რა დახმარება მოდის და ეს ცალკე საკითხია. მაგრამ იქაა ადგილზე საჭირო მიწის მცველი. უზნაძის თეორიის, განწყობის თეორიის მიხედვით ისრაელმა შექმნა თავისი პატრიოტული, ესე რომ ვთქვათ, ფუნდამენტი. მომავალ თაობებში. მათ სხვათა შორის ირაკლი შეხიაშვილს ჰქონდა ეგ პროექტი უნდოდა რომ შემოეტანა რო იცოდე. პროექტი გეორგია, კი, მე თვითონ პირადად ვიყავი მაგ საქმეში და სხვათა შორის ძალიან იდეალური პროექტი იყო.
ძალიან მეწყინე რომ გარდაიცვალა მეც ემიგრაციაში მოვყევი ისე რომ ეგ ადამიანი გარდაიცვალა ძალიან დიდ პატივს ვცემდი ძალიან კარგი იდეები ქონდა მსგავსი ძალიან განათლებული და ძალიან უნარიანი კაცი იყო მე აი ერთ რაღაცას ვიტყვი შეიძლება ვიღაცისთვის პოლიტიკურად რაღაც მომენტებში მისაღები იყო ეს ადამიანი შეიძლება არ იყო მისაღები ეგ მათი საქმე არის მე მქონია მაგასთან ჩვენთანაც იყო ქართულ მარშიც იყო ეგ ადამიანი შემდეგ ბოლოს და მე ერთი რაღაცის თქმა მინდა ძალიან გულდასაწყვეტი არის რომ ამ უნარის ამ ინტელექტის და ამ გამოცდილების ადამიანი რომელიც ფოთაშორის ხაზი მინდა გაუსვა 8 ჭრილობა ქონდა აფხაზეთის ომში მიღებული კი აი ესე იქნა მისი ნიჭი და მისი უნარი გაფანტული და ვერ გამოიყენა სახელმწიფო მისი ვერც ერთი პროექტი მე იშვიათად მახსენდება ადამიანები რომლებიც ასე კარგად იყვნენ სიღრმისეულად იყვნენ ჩახედული საქმეში 3-4 საათი აუხსნია ჩემთვის აი როგორ ანაირად უნდა რომ გაეკეთებინა ეგ ყველაფერი და ეხლა რო ახსენე ეგ მაგიტო გამახსენდა და ჩვენთან თუ აკვირდები რა გააკეთეს პირველი გააკეთეს ის რომ მაქსიმალურად დაარტყეს ქართულ სოფელს რომ საქართველოში დაცლა მომხდარიყო ქართული სოფლის და სოფელში ახალგაზრდობა აღარ დარჩენილიყო მე უფროსთაობაც აღარ დარჩენილიყო და საერთოდ სოფელი ქცეულიყო ემათ რა ქვია ნასოფლარად და მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ ბუნებრივად ქალაქი პატრიოტებს არ ზრდის მით უმეტეს დღევანდელი კაი ახლა 2 წელიწადი რას უყურებს ερμიდე მე და შენ აი შიგ ევროპიდან რუსთაველს რო უყურებს აი რას უყურებს ხო აი ხო აი ესეთ პატრიოტებს ზრდის ამას არ თქმევენ პატრიოტიზმს და სოფელი არა მარტო პატრიოტებს ზრდის სოფელი ასევე ზრდის ტალანტებს და ნიჭიერებს აიღეთ საქართველოს უდიდესი მეცნიერების და გამოჩენილი ადამიანების სია და თქვენი 1%-ს ვერ ნახავთ იქ ქალაქელებისას. აბსოლუტურად ყველა არის სოფლელები, აბსოლუტურად ყველა. გინდა ფეხბურთით რო ამაყობთ, რამდენი კაცი ყავს ახლა ფეხბურთელი თბილისში? ანუ ჩვენ საიდან დავიწყეთ? ანუ პატრიოტიზმიდან დავიწყეთ, უსაფრთხოებიდან დავიწყეთ და ამაზე დაშენებული ამბებიდან დავიწყეთ ყველაფერი. ისრაელმა შექმნა ეს ძალიან ძლიერად. როდესაც უკვე ადგილზე დაბადებული და გაზრდილი ებრაელისთვის ისრაელის მიწა გახდა ძვირფასი, წამოვიდა ისეთი დაობა ისრაელში, რომ ისინი მზად არიან მოკვდნენ თავისი მიწისთვის. თუ არა ისტორიულად ყველას ძალიან კარგად ახსოვს, ებრაელები შეიძლება ბევრ რაღაცაში ძალიან მაგრები ყოფილიყო მეცნიერებაში, ვაჭრობაში, კომერციაში, ეგეთ რაღაცაში, მაგრამ ებრაელები და მეომრები არ ახსოვს ისტორიას. არა კი, მე მაგაში მართლა კი. აი პირველ რიგში მე ისე თქვა ვიდა, პირველ რიგში იდეოლოგიამ უნდა შექმნას ის რომ რა აქვს დასაცავი. დღევანდელ ახალგაზრდობას რა აქვს დასაცავი. დღევანდელ ახალგაზრდობას არაფერი არ აქვს დასაცავი. ვალებითაა სავსე, არაფერი, ხა იმდროს ხო გიყვებოდია რა, ეს საკუთარ შვილზე გიყვებოდი, რომ სამშობლო ვერ შევაყარე მეთქი რა, ხა შემიძლია რომ აი ესე ღია თქვა რა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ცხოვრობს, არ უყვარს სამშობლო, უნდა რაც შეიძლება მალე წავიდა, იმიტომ რომ იქ ცუდია, იქ რა ვიცი, ნაცია, კოცია, რა შუაშია? რა შუაშია? მე კითხვა მებადება ხოლმე მუდმივად, რა შუაშია აქ ნაცი და კოცი და რაღაცა. შენი სამშობლო არის საქართველო, ხო? და უნდა გქონდეს შენი რაღაცა, სამი რაღაცა, ენა, მამული, სარწმუნოება. ხა იმას რაც უფრო კარგად შეესადაგება, შეიძლება იმის მხარეზე გადაიხარო. ხა მე იმას ვერ უკარნახებ, იმას მიეცი ხმა და ამას მიეცი ხმა, მაგრამ ხონა ფსიქოლოგიურად არაფერ შუაში არაა რა. მე ერთი რაღაცის თქვა მინდა, იცი, მე აი როგორ კარგად მესმის ახლა შენი და მე ვიზიარებ მაგ სიმძიმეს, რომელიც შენა გაქვს და მე ერთი რაღაცის თქვა მინდა. შენ სამშობლო მარტო მთა და ბარი და ბუნება ხო არა? სამშობლო ადამიანებია. ნახედე როგორ შეიძლება ამ 35 წლიანმა სისტემამ, რომელიც ანგრევს საქართველოს გაზარდოს პატრიოტი. ის ბუნებრივად ზრდის ადამიანებს, რომლებსაც იქიდან გაქცევა უნდათ. ჯოჯოხეთია მოწყობილი. ჩვენ ემიგრაციაში რატო ვართ? რატო ხარ ემიგრაციაში? რატო არის 10,000-ობით, მილიონობით ქართველი ემიგრაციაში? იმიტომ რომ ასეთი არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში, ჩემო ძმაო, რომ ქართველი კაცი მისი ნებით ამბობდეს
უარს სამშობლოში ცხოვრებაზე. ხო, ადრე რასაც ირანში გვიკეთებდნენ ხოლმე და ეხლა ემიგრანტები ვართ, ემიგრანტები არის და ეხლა მე აქ რაც დავითვალე ერმინე, ხო, დაახლოებით 200,000 კაცი არის მარტო საბერძნეთში. დაახლოებით 500,000-მდე არის გასული რუსეთში 90-იანებში. აღარა მაქვს საუბარი ეხა ესპანეთი, მაგერ საფრანგეთში კიდე ორნაირი ემიგრაცია არის, მაგრამ მე გეუბნები აი საშოვარზე გასული ემიგრაცია რა. და ამერიკა კიდე ცალკე იქ ცოტა რთული არის შეღწევა, მაგრამ იქაც კარგად ბლომათა ვართ. აი მაგაზე მიდე ცალკე ერთი კარგი ის ბლოგი თუ გინდა ერთად ავაწყოთ კაი პოდკასტი, რომ რატო გვატყუებენ რომ 3,900,000 გამორიცხული არის რომ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს, მაგრამ ამომრჩეველი ვერ იქნება. ხო, აი მაგაში არის საქმე რომ შეხედე დღევანდელი მე რატომ მეშინია დღევანდელობის იცი საქართველოს ომები და გაჭირვება და უბედურება არ უკვირს. და ეს ჩვენი ისტორია, ომების ისტორია, მაგრამ საქართველოს არ განადგურებულა და პირიქით უფრო გაძლიერებულიც გამოდიოდა ამ ყველაფრიდან, როგორც ნაწრთობი მეტალი, მაგრამ აი სცენი არასდროს არ ყოფილა საქართველოში რომ მისი ნებით ქართველი კაცი აყრილიყო და წასულიყო სამშობლოდან. არ ყოფილა ესეთი შემთხვევა. დღეს ეს მასიური სახე აქვს ამ ყველაფერს მიღებული. ვერ ახდენენ მშობლები დაიცვან ბავშვები. რატო ვერ ახდენენ? იმიტომ რომ ტელეფონმა, ინტერნეტმა, ყველაფერმა შეაღწია ყველა ოჯახში, ყველა სახლში და ყველგან ქართულ ინტერნეტ სივრცეში არის შუღლი, არის გესლი, არის დაპირისპირება, არის შეზიზღება, ყველანაირად ცუდად არის ეს ბოტები და ეს ტროლები, რომლებიც ნაწილი სოროსის ტროლ ქარხანას წარმოადგენს და ნაწილი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების, სხვათა შორის ოფიციალურად დადასტურებულია ეს სტრატეგიული კომუნიკაციების მიერ შექმნილ ტროლ ქარხნებს, აი ბიძინამ ხო თქვა, ქარხნებს ავაშენებო და ააშენა ასემედი ტროლების ქარხანა. და რა არის იცი, როდესაც მომავალი თაობა იზრდება, რომელსაც სახელმწიფო სახლი წაართვა, რომელსაც სახელმწიფო განათლება არ მისცა, რომელსაც სახელმწიფო სამუშაო არ მისცა, როდესაც სახელმწიფო ყველაფერი პირობა შეუქმნა იმისთვის საქართველოში რომ დარჩენილიყო, ან უნდა გათახსირებულიყო და გაეშმაკებულიყო, ან ციხეში წასულიყო, ან მონური არსებობისთვის მომკვდარიყო, რათა ეკובה ეს კაპიტალისტური რა სიმახინჯე ნეოლიბერალური ეკონომიკის ან ქვეყნიდან წასულიყო. ამიტომ ჩემო ძმაო, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას მე რატო ვთქვი ეს ყველაფერი აი კიბუცებთან დაკავშირების განწყობით თეორიასთან დაკავშირებით დასაკარგი არაფერი აქვს. არ არის ის განცდა, სკოლა და განათლებაზე ზედმეტია საუბარი. არ შეიძლება ამ თაობას ესე იცი რა მეც ხშირად ამაქვს მომავალ თაობებთან მქონდა დაპირისპირებაც, კამათიც, ესე შემდეგ, მაგრამ არ შეიძლება იცი ჩვენ ტრაგედიები წინა გვქლება. ჩვენ ტრაგედიებს აცი მოვიმკით, ეს კიდე არაფერია. აი აფხაზეთის ომში შიშველი ხელებით მიდიოდა ხალხი საბრძოლველად, ქართული მიწის დასაცავად. დღეს ვის აქვს ძმაო, აგერ უომრად იყიდება ქართული მიწები, ქუჩაში არ გამოდის ადამიანები. აი ესეთი და რა არის ეს თემა ეხა არ არის აქტუალური, არ არის ეხა აქტუალური არის ის არის კოცები მოვიშოროთ. კოცები მოვიშორი, კაი, მერე მაგეთი ქვეყანას აერთიად. თუნდაც ეს აი ხალხმა კიდე ვერ გაიგო რომ არ არსებობს არანაირი სხვაობა ნაცს და კოცს შორის. აი ეგ კიდე ცალკე თემა არის და მოდი მაგას კიდე ეს არ უმთავრესია, კოცს თუ მოიშორებ, კაცო იქ შენ ზვიად გამსახურდია და ვერაფკოსტავა არ მოგივა ძმაო. არც დავით აღმაშენებელი მოგივა. არავინ მოგივა, აქ ომი უნდა იყოს სისტემასთან. არა ომი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც 333-ია. აი ეს არის უბედურება ლევან იცი? აი მთელი ჩვენი უბედურება შენ შემოგევლე ძმაო, ეგ არის რომ საქართველოს ვეღარ ზრდის პატრიოტებს. საქართველოში მადლი აღარა არაცი. კარგი, მაშინ მაგარი ცუდი კითხვა უნდა დაგისვა მე შენ. როგორ მოახერხა კომუნისტურმა, რა ვიცი, მართლობა, ჩემში და შენში მეტი პატრიოტიზმი ჩადო, ვიდრე ეხა რო უყურებ თანამედროვე ახალგაზრდობაში ვერ ჩადო დამოუკიდებელმა საქართველომ ქვეყნის სიყვარული. მარტივად აგიხსნი. დამოუკიდებელ საქართველოს არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, მოდი აქედან დავიწყოთ, რომ ქართველ ახალგაზრდაში პატრიოტიზმი გაღვიძებულიყო.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო სისტემამ გააკეთა ყველაფერი, რომ ქართველს, რომელიც სკოლას დაამთავრებდა, არაფერი არ ცოდნოდა მისი ქვეყნის შესახებ. ეს ერთი. მოდი აქედან დავიწყოთ. პირიქით, ამათმა ებრძოლეს ყველაფერ ნაციონალიზმს, ყველაფერ ეროვნულს, ყველაფერ კარგს, რაც შეიძლება ყოფილიყო. ხო, მაგრამ არა, ამათი გავიგე, მაგრამ კომუნისტებმა როგორ მოახერხეს? ეხლა მოუბრუნდეთ ბნელი კომუნისტების პერიოდს. აი, მანდ და დავიწყოთ, არ ჯობია. ხო, არა მე უცებ თქვი, იმიტომ რომ ამათთან მე სალაპარაკო არაფერი არ ამაქვს. ესენი ჩემთვის უკვე დასრულებული ისაა. ეხლა კომუნისტებს რაც შეეხება. ესე იგი მე მყავდა ბაბუა, აცხონოს ხმერთა, მამან ჩემი როცა დაიჭირეს, სხვა შორის ეროვნული მოძრაობის გამო გული გაუსკდა. და გარდაიცვალა. რომელიც იყო ისტორიკოსი. სვანი კაცი, ახლა გიხსნი ერთ ელემენტარულ რაღაცას. სვანი ბავშვი, რომელიც სვანეთში დაიბადა, ობოლი, დედით ობოლი, რომელიც სკოლაში კარგად სწავლობდა და უნდოდა სწავლა, ეს გეუბნები სადღაც 20-იანი 30-იანი წლები არის. და ნუ რა თქმა უნდა, ახლა სოფელი თავისას ითხოვდა, მამა თავისას ითხოვდა და ადგა და ბავშვი გაიპარა სასწავლებლად. ჯერ ცაგერში და ცაგერიდან მერე ნიჭიერი რო იყო, გაუშვეს თბილისში. ნუ ახლა მამა მოიძებნა, რომ შვილი სად დაიკარგა, სად წავიდა აქეთ-იქეთ, როდის აქეთ-იქეთ და ჯერ გაარკვია ცაგერი და მერე გაარკვია თბილისი. მაგრამ შეხედე. ბავშვი უქონელი უყოლელი რაიონიდან ფეხშიშველი ჩასული სწავლისთვის, რომელიც იყო ნიჭიერი, კომუნისტებმა შეხედეს ნიჭიერია მომავალი ტალანტია. გაუშვეს თბილისში, მისცეს სახლი, ცხოვრება, ყველაფერი, ოღონდ დაჯექი და ისწავლე და რო გაიგეს რომ ობოლი ხარო, აი ჩვენო სულ ობლობაში გაზრდილი ხალხი ვართო და ყველაფერს გავაკეთებთო, რომ შენო ობლობისო სიმწარეო აქ მაინც დაგავიწყდეს. და ეხლა რატო გეუბნები ამას? ბავშვმა ისწავლა ისტორია და სხვათა შორის სოფელში მაქვს მისი ხელით ჩანაწერები გაკეთებული საქართველოს ისტორიის შესახებ. ისტორიას არ ასწავლით. რას ამბობთ ძმახარ? იმის 1% ეს ისწავლებოდეს. განათლების სისტემაზე მასირებული, ესე რომ ვთქვათ, ის რომ ახალგაზრდა თაობას ესწავლა. კომუნისტებს ჰქონდათ მიზან მიმართული პოლიტიკა საქართველოში ბერიას და სტალინის დროს, სხვათა შორის, რომ გაუნათლებელი უციგნური ქუთაისში 28% მეიცოდა თუ 29% მეიცოდა წერა კითხვა. ეს 30-იანი წლების დასაწყისში. ბერიას და სტალინის, იმით რა ქვია, მოქმედებით საქართველოში 7 წელიწადში უფრო მეტი დიპლომიანი და რეალურად ისეთი დიპლომიანი არა დღეს რო რეალურად დიპლომიანი და განათლებული ადამიანი იყო ვიდრე ბელგიაში, გერმანიაში და საფრანგეთში. ანუ ერთი ეს რომ კომუნისტებს ჰქონდათ განათლების სისტემა. მეორე, კომუნისტებს ჰქონდათ ადგილობრივი ეთნო-სახელმწიფოების, ეთნო-კულტურის განვითარების სერიოზული სტიმულის მიცემა. ანუ იმ მრავალფეროვანი კულტურა საბჭოთა კავშირში, რაც ახდენდა ქართული ლიტერატურის, რაც ახდენდა ქართული კინოს, ქართული ქორეოგრაფიის, სიმღერის და აი ესეთი რაღაცების განვითარებას, ანუ კულტურული სფეროს განვითარებას. მე გეტყვი კაი რაღაცას. მენეჯმენტი არ იცოდნენ, თორე ეხლა დასავლური მენეჯმენტით ეგეთი რაღაცები არ უნდა მომხდარიყო. ეგენია წარმოიდგინე, უბრალოდ დასავლური მენტალიტეტით ქართული რამე დაფინანსდა, არაფერი არ დაფინანსდა, ხო? მაგას გავუვიდათ დასავლეთის დროს არა მას არა შენ მხარეს მოვდივარ ერბიდე დამაცადე აი ორი წამი ხარ მე უბრალოდ სხვა რაღაცის თქვამდა შენ გაქვს სხვა დასავლეთის დროს ხარ კოლონია და კოლონიაში არასდროს დიდი ბრიტანეთი მას მთელი ინდოეთი გამოციკა და ერთი სკოლა არ აუშენებია საბჭოთა კავშირის დროს საქართველო იყო იმ ახალი სახელმწიფოებრივი მოდელის წევრი და ის საქართველოს როგორც კოლონიას ისი არ ექცეოდა აი ეს ორი მიდგომა არის განსხვავებული თუ არა გისმენ კი ბატონო აი ხა რო ეგრო ვიღაცას უთხრა შიგევროპელს ხო ისი რა პასუხსაც გეტყვი შეხა პრორუსი და პუტინის მონახარ და რა ვიცი ხო ნუ ამიტომ ძმაო მე გეტყვი ერთ რაღაცას ამიტომ საბჭოთა კავშირში ნაციონალური სახელმწიფო იმის რა ქვია მოკავშირე სახელმწიფოების კულტურის განვითარების არა მე კითხვა დავსვი ცოტა სხვანაირად ხა მართლა არ იფიქრონ მეთქი ჩვენ მოსვენელებმა რომ მე სიტყვაზე
ვაქებ ან ვადიდებ იმას, მაგრამ უბრალოდ იმ განათლებამ ჩვენ მეტი პატრიოტიზმი მოგცა, რომელმაც თვითონ ის სისტემა დაანგრია, გადაობა ეგა რა, პასუხს. და პლუს მაგას იარაღით დაუპირისპირდით და პლუს მაგას პირველი საქართველოს ჩამოაყალიბეთ იმ ქართველებმა, რომლებმაც მივიღეთ განათლება, ასე ვთქვათ, იმავე სისტემაში და მაგაზე გცემ პასუხს ლევან ზუსტად. მაგაზე გცემ პასუხს ზუსტად. შეხედე? ვამბობდი არს. ერთი, ეს იყო საბჭოთა სკოლა და მეორე ხო და არა, პიარში მოვიდა ჩეცნობა მეთქი მაგას გეუბნები თანამედროვე ენაზე გადმოვთარგმნე. პიარში მოვიდა ჩეცნობა. მეორე, ეს იყო საბჭოთა კავშირში თვითონ ერების კულტურის განვითარების მიმართულებით გაღებული ხარჯები და თანხები. ეს იყო ქართული კულტურის რენესანსის ეპოქა დადგა საბჭოთა კავშირში. ქართულმა კულტურამ მოახდინა პატრიოტიზმის გაღვიძება. ილია ჭავჭავაძე, რომელიც სტალინმა აყვავა. თორე ამათ ილია მარტო 20 ლარიანზე გამოსახული უყვართ. ილიას მკვლელების დასჯა. ილიას ისტორიების გაცნობა. ილია ჭავჭავაძის, რომელიც რეაბილიტაცია. რას ამბობ, თუ ძმახარ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ილიასადმი მეფის რუსეთის პერიოდში, კაცო? ხალხს, მუშებს, გლეხებს ჩაქოლობა უნდა და სულის გაძრობა უნდა, კაცო. ილიას როლის წამოწევა, ყველანაირი ლიტერატურული, ყველანაირი კულტურული, ყველა ფილმის, სპორტის, ყველაფრის ამან და განათლების საბჭოთა სკოლამ, რომელიც დასაცინი გახდა, იმ საბჭოთა სკოლამ, რომელმაც პირველი კოსმონავტი გაუშვა, საბჭოთა სკოლამ, რომელმაც პირველი, რა ქვია, ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა, პირველი სააკაძე, გიორგი სააკაძე. ესე იგი, როდესაც შეხედე რაშია საქმე, გაგანია ომშია გადაღებული. როდესაც სტალინი გახდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი, ევროპაში დაწერეს სტალინის ფსიქოლოგიური პორტრეტი და დაარქვეს ესეთი რაღაცა, რომ რუსი ხალხის სამართავად მოვიდა ველური კავკასიური ხალხის შვილი. აი, ესეთი საზიზღარი დამოკიდებულება ჰქონდა. როგორც პროვინციელი დიქტატორი იყო, როგორც პროვინციელი ველური მხრიდან, ანუ ველური მხრიდან მოსული ქართველი. და საქმე რაში იყო, იცი, აი ეს ველური ვერაპატია, იმიტომ რომ იცოდა თავისი სამშობლოს ფასი, იცოდა თავისი კულტურის ფასი და ზუსტად სტალინის დროს მოხდა ქართული საგალობლების, შემიძლია გამოგიგზავნო, ვიდეო კარგადაა აღწერილი, ქართული საგალობლების შეკრება, ქართული ჩამოყალიბება გუნდების და ამ ყველაფრის ჩაწერა და გაგზავნა ევროპელების მიმართ, თუ რომელი ქვეყნის შვილი იყო ის და არა იმის, რომელსაც ისინი ველურად მიიჩნევდნენ საქართველოს. და მე რას გეტყვი, იცი? ამ ყველაფერმა მოახდინა საბჭოთა კავშირში ქართული ნაციონალიზმის დაბადება. 1956 წელი სტალინის მიმართ მომხდარი პიროვნების კულტის შესახებ დამოკიდებულება. ვინ წამოიწყო ეს ყველაფერი, ვინმე სხვა რა ვიწყდება. დღეს რო იციან, თქვა შენ ზვიად გამსახურდიას მოგწონს და სტალინის პირველი მიტინგი მაშინ მოხდა, ხო? პირველი ეს მიტინგი დაიწყეს ახალგაზრდებმა ორგანიზაცია გორგასლიანმა, რომელიც იყო ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მიერ, როგორც ქართველი კაცის მიმართ, აქ და საქართველოს და ქართველი კაცის მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ. და ამას მოყვა ეს ყველაფერი. და ვინმეს არ დაავიწყდეს, რომ სტალინის მიერ შექმნილი ისტორიის წიგნი ხრუშოვმა და მაშინდელმა კგბ-მ, მე მაგ სახში ბაბუაჩემი ისტორიკოსი იყო თქო და მაგ ეს წიგნი. საქართველოს, რომელიც ყველაზე მეტი ობიექტურ ნაშრომად ითვლება. ხო, სხვათა შორის ხრუშოვთან დაკავშირებით კიდე ბევრი ცნობა არსებობს იმისა, რომ ქართველების გადასახლებას აპირებდა და ძალიან დიდხანს იშრომა და დრო ეგა ჩვენი უკრაინელი მოძმე ერის წარმომადგენელი. ეს რა თქმა უნდა, ეს ბოდიში ახლა მაგისთვის უკრაინასთან ალბათ. ხო და პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ რატო გაზარდა საბჭოთა კავშირმა პატრიოტი ქართველობა და რატო ვერ ზრდის დამოუკიდებელი საქართველო პატრიოტებს არის ძალიან მარტივი. საბჭოთა კავშირი
საბჭოთა კავშირი კულტურაში, სპორტში და განათლებაში ახდენდა უზარმაზარი თანხების ჩადებას და ქართულმა კულტურამ დაჩაგრა მარქსიზმ-ლენინიზმი და გაიზარდა საბჭოთა სკოლაში პატრიოტი ქართველი. გენეტიკა გვაქვს ეგეთი. გენეტიკა გვაქვს ძლიერი ერთი და მეორე კულტურა გვაქვს და ლიტერატურა გვაქვს უძლიერესი. ეხა არავის წინააღმდეგ და არავის დაკრინების გამო არ ვიძახი, მაგრამ ეხა მე პირადად ვყავს ორი მამიდაშვილი, რომელიც ერთი უпростоრად მიწეული არის ბელგიაში, მუშაობს ახლა როგორც ფიზიკოსი და კაი ხანია წასულია და რამდენი ეგეთი ქართველი მეცნიერი ყავს დაკარგული ამ ჩვენი უაზრო ჯოშ სახელით, ასე ვთქვათ. ნუ ჯოშ არა. ჯოშ არა. ჯოშ ზახილი რო ყოფილიყო ისე როგორც იძახოდნენ, მაშინ ეს დღე არ დადგებოდა. ჩვენ ეს ხალხი დავკარგეთ. ჯოში მე არ ვიგულისხმე ერმილეის რომ არა ეროვნული ან აღარ იძახიან ჯოს ზვაო, აღარ იძახიან. ჯოსაც აღარ იძახიან, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი გავადინეთ უკვე. კაკრასის ხალხი გავადინეთ, რომელი ხალხიც უნდა ჩამდგარი იყო პირველ რიგში ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. პრობლემა დევს ქართველი ერის 0.1%-ში სამწუხაროდ ეს 0.1% წარმოადგენს საქართველოს მართლ პოლიტიკურ ელიტას ბოლო 35 წელიწადი, რომელმაც ვერა საბურთალო. მეტი არაფერი. ხო, სულ არ ვერჩი ვაკელები, ვერელები, საბურთალოები, ადგილობრივი მაგარი ხალხია, მაგრამ იქ მოკალათებულ ბიოლოგიურ ნაგავს, რომელიც არის პოლიტიკოსები. აი, ამ გამყიდველმა პოლიტიკურმა ელიტამ 0.1%-მა მოუტანა საქართველოს ამდენი უბედურება და ახლა სოლოლაკი დაემატა კიდე ეს რა ქვია, შუშის სასახლე და ვერა ვაკე საბურთალო სოლოლაკი და ამათმა გაანადგურეს ერი და ქვეყანა. ესაა სიმართლე. და ამას ვერ მოერია დანარჩენი 99.9%. ეგა. და როგორ შეიძლება რომ შემოვაბრუნოთ ეს სიტუაცია, აბა მითხარი. ახლა მე ძალიან ქრისტიანული არა ვარ. ბნელი აზრები მაწუხებს მაგ საკითხთან დაკავშირებით და აი მეცეგრე ვარ. მე მეცეგრე ვარ და ახლა 200 კაცი უნდა აყენო, მე თუ მკითხავ, რა ვიცი, თუ გიდა მე ამომიგდონ მე ეს ჩანაწერი, 200 კაცი უნდა აყენო კედელთან. ერთი, აი თურქეთში როგორც მოხდა რა, ერთი მხარეს, მეორე მხარეს. მარტივად ვიტყვი რა, ამას სჭირდება ეროვნული არმია, რომელიც მოახდენს კონსტიტუციის შეჩერებას, მოახდენს წაკითხვას სამშობლოს მოღალატეების სიის, მათ დადანაშაულებას, ეროვნული ტრიბუნალის მოწყობას, სამხედრო ტრიბუნალის მოწყობას, უმკაცრესი დანაშაულების მიერ საკუთარი ერის მიმართ გენოციდის ჩადენის გამო გამოყვანას და დასჯას. ისე როგორც მოღალატეებს ჯიდა დავით აღმაშენებელი. სახალხო ისე როგორც ჩაუშესკო. ისე არა. კი ბატონო. ისე არა როგორც ხა ვივამეთში წავიყვანე და უკუნავე და კოჰაბიტაცია და ეს როდესაც იქნება სათავე განწმენდილი, როდესაც იქნება ქვეყნის პოლიტიკური სათავე ამდენი ბიოლოგიური ნაგვისგან, მე დაიწყებს საქართველოს გადარჩენას და სიკეთისკენ შემოbrunებას. კაი, მაშინ მან კიდე მე რა ვიცი შეთასაუბარი ყოველთვის მიხარია და სიამოვნებს, იმიტომ რომ ძალიან ადეკვატურ პასუხებს ვცებ და აი რატო არ ვიღებთ თუნდაც ილუსტრაციის კანონს ოღონდ 2000 თუნდაც 22 წლის ჩათვლით. არ ვიცი, მე რა ვიცი. მე ვიცი, მე შემიძლია ჩემი პასუხი გაგცე. ლუსტრაციის 12 წლის. ხო, ლუსტრაციის კანონი ითვალისწინებს შემდეგ რაღაცას. საბჭოთა პერიოდში არსებული კგბ-ს აგენტურა, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა კგბ-სთან, მათი სახელების და გვარების გაგვაშკარავება ძველი დროიდან 90 წლამდე. ეხლა შენ შემოგევლე ჩემო ძმაო, დამისახელე შენ მე ერთი პოლიტიკოსი,
გინდა ნაცემში, გინდა ქოცებში. რომლებიც თუ თვითონ არ იყვნენ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული, მათი მამები არ იყვნენ დაკავშირებული. კაი, გამოაშკარავებაზე, რა თქმა უნდა, არც ერთი არ მოაწეს ხელს, მაგრამ აი deep state-ი რო ავიღოთ. მოდი, ცოტა სხვანაირად შემოგიტრიალებ ამ იმას, რა ქვია, კითხვას. ჩვენ სახელმწიფოს ხო უნდა ქონდეს ერთი რაღაცა გეგმა გავიგეთ 78 მუხლით, რომ წევრიანდებით, აგერ ნატოში და ბედნიერი ხო, ღრმად წევრიანდებით და გვექნება მაგარი პენსიები და მერე ამერიკელი ბიძასემი დაგვიცავს ყოველგვარი ატომური ბომბისგან. ერთი ეგა გვაქვს, მაგრამ მაგამდე ხომ უნდა გავერკვიოთ ჩვენ ვინა ვართ, ხო? აი, ხო შეიძლება რომ ერთხელ თქვათ ის, რომ საქართველოს თვითონ რა უნდა. დავწეროთ ამ ჩვენ კონსტიტუციაში, შენ მაგაზე ქონდა პროტესტი და მაგის კადრები მაქვს ნანახი, როგორ აპროტესტებდი ამ ყველაფერს, დადიოდნენ რეგიონებით კობახიძე და მისი ძმანი. და მან ერთი ორჯერ აი შენი აქტიურობა გავიგე, მაგრამ თავარი კითხვა რა დამებადა, იცი რომ აი რეფერენდუმი ჯერ ეგრეთი აგვიგრძავდეს და მე რეფერენდუმი რო ჩავატაროთ. აი თქვენთვის თავარი რა არის? საქართველოს მთლიანობა თუ ნატო თუ ევროკავშირი თუ რა გინდათ? ერთხელ აი დაუჯდეთ და გავარკვიოთ რა გვინდა. მე აქედან გამომდინარე ავიღოთ კონსტიტუციაში შევიტანოთ ეს ყველაფერი. დავდოთ და ვთქვათ რომ აქეთკენ მივდივართ. აი როგორც ახლა ესენი ვერ იღებენ, ვითომ ვერ იღებენ, თორე ამოღების ბევრი საშუალება არსებობს 78 მუხლს, ეგრე რომ ვერ ამოიღონ ის, რომ პირველი ჩვენი მოქმედება არის ის, რომ ქვეყანა გამთლიანდეს თუნდაც 91 წლის საზღვრებში და შემდეგ მე ვნახოთ რა იქნება, იმიტომ რომ აბა ვნახოთ, ეხლა დავაკვირდეთ ერთ რაღაცას, ერმილე. შენ შეეკითხენ რიგით გინდა აფხაზს, გინდა ცხინვალეს, ოს, ასე ვთქვათ. შენი ტინგიცი რუსთაველზე, შენი ევროკავშირი უნდა თუ არ უნდა. ის ხალხი ხო ჩვენი 20%-ია, ხო? ხო ეგრე გვაქვს მონიშნული, ხო? ჩვენ მარტო ხო ცარიელი მიწა არ გვინდა, არა ხალხიც ხო გვინდა. იმათ კითხეთ, იქნება საერთოდ არ უნდათ ეს ევროკავშირი და ნატო, ხო? თან პლუს მაგას ხო კარგად ვიცით, იმათ ყურში ვინ რას ეუბნება, ხო? აი ამას რო შენ წერ, რომ მე მაინც და მაინც იქ მივდივარ, სადაც გამორიცხული ეჯერ შეგიჩვან და პლუს მაგას რო შენ დაკარგული ამ ეტაპზე დაკარგული ტერიტორიები რო მაგას არც მოგიწონებს და არც უფლებას არ მისცემენ, რომ შენ იქ შესულზე რომ შემოგიყვანონ, ასე ვთქვათ. რაზე ვფიქრობთ? მე გეტყვი შენ რაზეც ფიქრობენ და რაზე უნდა ვიფიქროთ სხვა არის. დღეს ფიქრობენ ძალიან მარტივ რაღაცაზე. დღეს ფიქრობენ მე ვიდა ვიძინე, ჭამეს ვიდა იძინე. ხო, მაგრამ ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს ერმილი, აი მართლა ნერვები. არ არსებობს შემოწმობა, არ არსებობს ამათში შენ. არ არსებობს ამ ხალხში ცნება სამშობლო. არ არსებობს ამ ხალხში ცნება სახელმწიფო. ეხლა ეს ხალხი სხვას რო ეძახიან უსამშობლოებს. თვითონ კობახიძე რო გავიხსენოთ ჩვენ რასაკვირდა ეროვნული ცნობიერების ჩაწერასთან დაკავშირებით. საშიშროებას მიმაჩნია. ნუ არ ვიცი, ეროვნული ცნობიერებაო რა არისო და საშიშათაც მიმაჩნიაო. რა უნდა იყოს ლევან სხვა საკითხი. რა გვაქვს და რა უნდა? მე შემიძლია გითხრა, ამათი მთავარი ამოსავალი წერტილი არის იყოს ბიზინა კარგად, იყოს მაგათი პარტია ხელისუფლებაში და გაგრძელდეს ეს სიამოვნება, რაც შეიძლება დიდხანს. ეს არის ვიწრო მერკანტილური აზროვნება და იდეა დღევანდელი მართველი ძალის. რა აწუხებს მეორე ძალას? მეორე ძალას აწუხებს, რომ შენ ჩამოდი, შენ კარგად ვერ ხარ მონა, მე ვიქნები მონა. ისეთი რომ მთელ მსოფლიოს მოეწონება. აი ეს არის დღევანდელი პოლიტიკური კლასის და პოლიტიკური ელიტის ამოსავალი. რა გვინდა? ეს ცალკე საკითხია შენ შემოგებული.
ეს არის ახლა ეპოქალური ცვლილებების პერიოდი დადგა 90-იან წლებიდან დღევანდელ დღემდე და რა გვინდა და როგორ უნდა გადავრჩეთ? ეს საკითხია საკითხია. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. მე მინდა ერთი რაღაცის თქმა. ჩვენში საერთოდ მკვდარი არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, განულებული არის ცნება, რასაც ქვია სამშობლო, პატრიოტიზმი, ეროვნულობა, ხვალინდელ დღეზე ფიქრი და იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ამათ ჩემოძმაო ერთი დღე და ერთი საღამო კი არა, ერთი საათი არ უფიქრიათ მათი დამპალ წუთის ოფელში. გეუბნეთ ძმაო. არა, მე ვიცნობ ამ ხალხს. მე მქონია ამ ხალხთან შეხება. ეს არის ლაბორატორიაში გამოზრდილი ვირთხები, ზოგმა სოროსის გაიარა, ზოგმა კოცების სკოლა გაიარა, მაქსიმალური ერთგულების, ძაღლური ერთგულების ტესტები ჩააბარეს. აი, სააკაშვილს რო დაცინოთ, დედის გინებაზე გაქვთ ერთგულების ტესტი გავლელიო. ისი აქვთ. ისი აქვთ ამათაც გავლელი, შენ გონია რა სისტემა შეიცვალა? შეხედე, ყველაფერში ერთი და იგივეა, ზუსტად ერთი და იგივე სიტუაციაა, ზუსტად იგივე მართვის პერიოდი არის. ჩართავ ტელევიზორს, საქართველოს ნომერ პირველი ამ რეიტინგებში, საქართველოს ნომერ 100, აი იქ მოხდა წყალდიდობა, ხო? აი იმ წყალდიდობის დროს თურმე იმ წყალდიდობაში და იმ იმაში თურმე ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა ჩაერთო ბარებით, ლაფარტკებით მიუძღვევა წინ ვარლამდი პარტელიანი დაუფასდება იმას. დიდი ნიჭია პოლიტიკოსობის. და აი ესე. ეხლა მე ამ ხალხზე არ შემიძლია მოლაპარაკე. მე ეს არის ფსკერი, რომელიც ფიქრობს როგორც მონა. ამათვის ეხლა სამშობლო ეგეთი რაღაცა. ძნელი. მოკლედ ჩვენ აი ეს მოიტანა მენტალურმა რევოლუციამ, რასაც ბატონი მიშა ამბობდა თავის დროს. ფრიმიში. გამოვიდა ისე რომ მიშამ თავის მიზანს მიშამ ნაკლებად, მაგრამ დასავლეთმა ასე თუ ისე ახალი ქართველი შექმნა. ნაწილობრივ კი. საზოგადოების ნაწილში შექმნა. აიღე შენ ის ადამიანები, რომლებსაც ახლა ხედავ ქუჩაში, აი ეს უკრაინის დროშებით, ევროკავშირის დროშებით, ირანის შაჰის დროშებით, რა ვიცი, ევროკავშირის დროშებით და ისრაელის დროშებით და რა არის ერთ დღეს ძალიან მწარე თემაზე მინდა ვისაუბრო, იმიტომ რომ თუნდაც მიშას ხელისუფლება გაუმყარა ჩვენი ძველი ეროვნული მოძრაობიდან პირველი პარლამენტიდან ძალიან ბევრმა დაუჭირა მხარი და მაგის ბევრი მაგალითები შემიძლია. მაგარი მიშის ზვიადისტები. ხო, აი მაგას გულისხმობ. აი პირველი რაც მეწყინა ეგ იყო, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანი ყოფილიყავი პირველი პარლამენტარი და მე მარტო იმიტომ რომ არა აი ჩვენთან ყველაზე ცუდი ისაა რომ ვაკეთებთ ხოლმე არჩევანს ვინ გვინდა კი არა, ვინ არ გვინდა. და გამოვიდა ისე. ცუც და უარეს შორის. ხო, აი ეგაა რა. მაგრამ მე უფრო ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ვინც არიან, იმისთან რაღაცები გამიგია, რომ აი მიჩამ მე გადაგვაგდო და რაღაცა ისა ესა, რომ თუ არ იცოდი რომ გადაგაგდებდა. ეს მიხეილ სააკაშვილის გზა, ეს თქვენ ტაძრამდე ვერ მიგიყვანთ. ერბიგლე მოდი ძალიან ბევრიც რო არ გამოგვივიდეს ეს პოდკასტი ცოტა დასკვნისკენ გადავიდეთ ჩემო კარგო და ჩვენ ისე გამოგდის ხოლმე საუბარი რომ რაღაც თემას ავირჩევთ, მაგრამ პოდკასტის ასე თქვათ ელფერიც ეგაა რომ საუბარს ვიწყებთ და მე მივყვებით დიალოგს, ხო? ეს ის არ არის რომ დოგმატი ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი და ვსაუბრობთ თავისუფლად. კი ბატონო. მე გავყოფ ახლა ამ პოდკასტს როგორც წინას ხალხს არ აქვს უბრალოდ საშუალება რომ ერთიანად ისმინოს. ხო, ერთადერთი რატომ ჩვენ სიამოვნებას ვღებულობთ ამ საუბრიდან რა. კი ბატონო, უბრალოდ ისაა ხოლმე რომ მე რატომღაც ვერ ვახერხებ რომ მე ავტვირთო ხოლმე Facebook-ზე, მე ავტვირთავ YouTube-ზე და მე იქიდან გადავტვირთე შენთან ჩემო კარგო და მოდი შემდეგი თემისთვის ჩვენს გულში ემოციებს და ჩვენს მსმენელებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მიტან უხადო. მომავალ პარასკევს კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
მინდა ჯანმრთელობა გესულო და რა ვიცი მომავალ პარასკევს იმედია ახალი სკანდალით არ ჩაგორთვები ჩემო ერმილე. მადლობა დღევანდელი. უფრო უარესი იქნება. უფრო უარესი. აი ხა ქართველებზე გადადიხარ ხო? ნუ ვაი ქართველებს. ხო. დანარჩენი რა ვიცი მე ხა ისე ვფიქრობ რომ ჩვენ სექტემბრიდან მე მგონი კვირაში ორჯერ მოგვიწევს ხოლმე ჩართვა, იმიტომ რომ კვირაში ერთხელ ძალიან დიდი ხანი გამოგვდის და ნახოთ მე ჯერჯერობით ვითელებით ასე ვთქვა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო ერმილე, ჩემთან დიალოგისთვის, ჩემი პოდკასტის გალამაზებისთვის და შემსმენელს ყველას მადლობას ვუხდი ჩვენი მოთმინებისთვის. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა ლევან, შენც ასევე მადლობა ჩვენს მსმენელებს, ბოდიში თუ დაგღალეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბრით, მაგრამ რა ვქნა, ჩვენ გვაწუხებს და კვლავ აქაცა გვიამების, ვინც ისმენს, კაცი ვარგიო, ხო? კარგად, დიდი მადლობა ლევან. დროებით. გამოიწერეთ emigrant TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.